ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, ევროპა ინგრევა, აი თითოეული თქვენგანი როგორ ფიქრობს, ევროპა ინგრევა, დანგრეულია, ან დანგრევის პროცესშია თუ ვიღაცა და ამ ვიღაცასაც აქვს რასაკვირველია სახელი, ამ შემთხვევაში ზოგადად რუსეთის ხელისუფლება და რუსეთის ხელისუფლების აქაური წარმომადგენლები, ქართულგვარიანი რუსები გვატყუებენ, აი ამ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი. უფრო დავაკონკრეტოთ. გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა. თუ კოპენჰაგენში, ასე მაგალითად კოპენჰაგენში, სხვა შემთხვევაში პარიზში, ბერლინში, არ ვიცი, ლონდონში, სხვა ქვეყნების დედაქალაქებში თუ ჩვეულებრივ ქალაქებში, რამდენიმე პოლიციელი იყენებს ხელკეთს. ეს ნიშნავს, რომ ევროპა უკვე დასრულებულია, ევროპა აღარ არსებობს. თუ დემონსტრაციის დაშლისას პოლიციელებმა დაიხმარეს ოთხფეხაჩვენი მეგობრები ძაღლები. ეს უკვე არის ადამიანის უფლებების დასასრული? ეს ძალიან მნიშვნელოვანი და პასუხგასაცემი კითხვაა. თუ უბრალოდ ვიღაცა წარმოაჩენს მრუდე რეალობას, გვიჩვენებთ ნახევარ სურათს და ჩვენგან სურს, რომ ასეთი დამახინჯებული რეალობა დავიჯეროთ გვტენის ამგვარ დამახინჯებულ რეალობას და საბოლოო ჯამში თუ ვიქნებით გულახდილები, სწორედაც რომ ამ უკანასკნელთან გვაქვს საქმე. დღეს საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ხელისუფლებად წოდებული ჯგუფის მიერ შექმნილი, ხელოვნურად შექმნილი ნარატივი არის ამგვარი. ევროპა აღარ არის ის, როგორიც იყო ის წლების თუ ათწლეულების განმავლობაში. ევროპა დაშორდა საკუთარ ღირებულებებს, ევროპა არის კრიზისში და რაღაცი ევროპა არის კრიზისში, შესაბამისად საქართველოს იქ ევროპაში აღარაფერი ესაქმება. არა, ამას ღიად არ ამბობს რომელიმე ერთი დეპუტატი თუ კონკრეტული პრემიერ-მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი რომ ჰგონია საკუთარი თავის პირი, ანუ ირაკლი კობახიძე, მაგრამ საბოლოო ჯამში რასაც ისინი ამბობენ, ირიბად სწორედ ამის მადასტურებელი, ამაზე მიმანიშნებელია. და ამის დასამტკიცებლად გვაჩვენებენ კადრებს, ერთ შემთხვევაში გვაჩვენებენ ხმამაღლა თქვამია. გვეუბნებიან რომ ნახეთ კადრებიო, ერთ შემთხვევაში კოპენჰაგენიდან, მეორე შემთხვევაში პარიზიდან, მესამე შემთხვევაში აქ გითხარით ბერლინიდან, სადაც პოლიცია დემონსტრანტებს აკავებს, აკავებს ხაზგასმით ვამბობ, მაგრამ გაცილებით უფრო ევროპულად მოქმედებს, ვიდრე პოლიცია ან პოლიციად წოდებული საქართველოს ხელისუფლების დანამატი, რომლის წარმომადგენლების ხშირად იდენტიფიცირებულნი არც იყვნენ, იქცეოდა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს საზოგადოებაში, ამ სივრცეში, ამ ნახევარი წლის წინ, 1 წლის წინ, ნახევრის წინ, 2 წლის წინ, 3 წლის წინ და ასე შემდეგ 2019-დან ამ ხელისუფლებად წოდებული ჯგუფის ქართული ოცნების პირობებში. დიახ, ავრცელებენ კი არა, ისინი გვეუბნებიან ნახეთ კადრები კოპენჰაგენიდან თუ პარიზიდანო, თავად ამ კადრებს არ გვაჩვენებენ და არ სვამენ არ კითხულობენ თავარი კითხვით არ მოგმართავენ. რა ხდებოდა უშუალოდ იმ კადრებამდე? ანუ რა მოხდა რეალურად ამ შემთხვევაში კოპენჰაგენში და მე ვალდებული ვარ, რომ გავაქარწყლო და გავაცამტვერო, გავანაცარტუტო ირაკლი კობახიძის საქართველოს პრემიერ-მინისტრი რომ გონია საკუთარი თავი იმ პირის, ესა თუ ის პოზიცია კი არა, აი ეს დასამკვიდრებელი თუ დამკვიდრებული ნარატივი, რომ აი დანიაში დაირღვა ადამიანის უფლებები სასტიკად, ჩვენთან ასეთი რამ არ მომხდარა, ჩვენთან იყო ცალკეული გადაცდომები, ცალკეული 3, 4, 5 ან 7 ან 15 პოლიციელისა, იქ კი სისტემური ხასიათი აქვს, სისტემური ხასიათი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევას და აი შესაბამისად დანია ან ზოგადად ევროკავშირი რაც უდია, ხოლო საქართველო რამდენად კარგია და სხვა სტანდარტებით მოქმედებს განსხვავებულად მოაზროვნეების წინააღმდეგ. ჩვენთან მიმართებაში ეს კობახიძე და სხვები ამბობენ, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილიო, რაც რეალურად ასე არ იყო. არც ერთ შემთხვევაში არ იყო. ანუ არც პირველ, არც მეორე, არც მესამე, არც მეოთხე, არც მეხუთე თუ არ ვცდები გადატრიალების 5 მცდელობაზე ლაპარაკობენ. ხოლო იქ დემონსტრანტები, რომლებსაც ვილაპარაკებ, რეალურად არღვევდნენ თავად დაწესებულ კანონებს და სწორედ ამიტომ გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა ძალის გადამეტებითაც დაუპირისპირდა პოლიცია მათ, მაგრამ ეს არამს არ ნიშნავს ევროპის როგორც სივრცის
დასასრულს. მოკლედ რა ხდებოდა იმ კადრებამდე, რომლებიც კობახიძემ კი არ გვაჩვენა, მაგრამ ბევრმა ჩვენგანმა უთუოდ ნახა და არავინ გვიყვება, რომ აქციების ნაწილი, პროტესტანტების მომიტინგების ნაწილი ძალადობრივად მოქმედებდა, ძალადობაში გადაიზარდა. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ პოლიციას, ირღვეოდა კანონი და როცა პოლიცია რეაგირებს ზოგადად ევროპული სტანდარტი ასეთია, გვეუბნებიან რომ აი ნახეთ ესენი გვეუბნებიან აი ნახეთ როგორი ცუდია ევროპა, როგორ არიცავს ევროპა ადამიანის უფლებებს, შესაბამისად რა გვინდა ჩვენ იმ ევროპაში, სადაც ესეთი კატასტროფები ხდება და არაფერს ამბობენ იმაზე, რომ ჩვენთან გაცილებით უარესი მოხდა და გაცილებით უარესი რომ მოხდა, ამის მადასტურებელი არის თუნდაც BBC-ს ფილმი, რომელსაც ეჭვი შეაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ემან საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ხომ არ გამოიყენა ქიმიური იარაღი მოქალაქეების წინააღმდეგ, თუნდაც არა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. მამუკა მდინარაძის თუ ახლა უკვე სხვის გელაძის უწყებამ, ანუ სუსმა გამოიძია ის ამბები გამოძიება თუ ხეა იმას და ილაპარაკა 4-დან 5 დეკემბრის ღამეს მიმდინარე პროცესზე, 4-ში და 5-ში, 4 და 5 დეკემბერს ჩვენ ქიმიური იარაღი არც კაბიტი და არც სხვა იარაღი არ გამოგვიყენებიაო ბრძანა სუსმა. ეს ჩემი მოგონილი კი არ არის, თუმცა აქციები, საპროტესტო აქციები, დემონსტრაციები და მიტინგები მიმდინარეობდა 28, 29, 30 ნოემბერს, 1, 2, 3, 4 და 5 და 6 დეკემბერს. და შესაბამისად აი ამ 7-8 დღის განმავლობაში რომ მიმდინარეობდა, ამათმა ილაპარაკეს 2 დღეზე, კონკრეტულად 4 და 5 დეკემბერზე და არაფერი უთქვამთ 28-ზე, 29-ზე, 30-ზე. და პასუხი დღემდე ამ საკითხთან დაკავშირებით მათ არ აქვთ. და იქ ქიმიური იარაღი რომ გამოიყენა დანიის ხელისუფლების სამართალდამცავმა სტრუქტურებმა, ამასთან დაკავშირებით ეჭვი არც არავის არ გამოუყენებია. დასრულებული ამბავი არც ეჭვიც არ შეუტანია არავის იმასთან დაკავშირებით, რომ ცრემლსადენი გაზი თუ მაინც და მაინც გამოიყენეს და მართლაც გამოიყენეს ეს მიშაშხურებელი გაზი დემონსტრანტების წინააღმდეგ, თუნდაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ამაში იყო რამ ქიმიური ისეთი იარაღი, რომელიც აკრძალულია და აქ კი ეჭვი არსებობს და ეს პირი კობახიძე პრემიერად წოდებული ბედავს და ამბობს და ედრება და არა მარტო ედრება, არამედ ამბობს რომ აი ნახენა კარგი ქვეყანა ვართ ჩვენო საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცე, რომელიც დღემდე მოქცეულია რუსეთის გავლენის სფეროში და რომელზეც აქვს უსამართლო პრეტენზია რუსეთის ფედერაციას, რომელსაც უნდა რუსეთს, რომ საქართველოს რუსეთად ან რუსეთის გვარ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს, რომელსაც არ აქვს არადანი დემოკრატიული, პრაქტიკულად არადანი დემოკრატიული ტრადიცია დანიისაგან განსხვავებით და კობახიძე ბედავს და კრიტიკული კითხვებით მიმართავს ევროკავშირის ხელმძღვანელებს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და სხვებს და ეუბნება რომ იმათზე რატო არ ლაპარაკობ, როცა ჩვენზე ლაპარაკობ და ჩვენზე კი სალაპარაკო არის თუნდაც იმიტომ რომ მაგე BBC-მ გააკეთა ფილმი და მეორე მაგალითსაც დაგისახელეთ, მეორე ამბავსაც გავიხსენებ, ეს არის მოსკოვის მექანიზმების, არა ვენის ეუთოს მექანიზმების, არამედ მოსკოვის მექანიზმების მოქმედება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ თქვენის ნებართვით ვთქვი ასე და მოსკოვის მექანიზმები კი ჯერ ერთი ვენის მექანიზმებზე გაცილებით მძიმეა და რაც მთავარია, იქ ხიად არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებაა წოდებული ჯგუფი სისტემურად და სისტემატურად არღვევს ადამიანის უფლებებს, ხალატობს ევროპულ ღირებულებებს ქვეყნისა. ამაზეც ვიტყვი 2 სიტყვას ამდენიმე წამში და რეალურად მან გადაუხვია საქართველოს ევროპული კურსისაგან და ადამიანის უფლებებს ტოტალურად და ძალიან ხშირად არღვევს და არღვევს. მოკლედ, როცა პოლიცია არბევს ან რეაგირებს ევროპაში, კობახიძე და სხვები ამბობენ, ნახეთ რას ჩადის ევროპა და აქედან გამომდინარე რაღა გვინდა ამ ევროკავშირში. ეს ძალიან და ძველი ესე გეტყვით და კარგად გათელილი, კარგად ცნობილი ხერხია. რეალობის ან ნახევარი რეალობის ჩვენება. ავიღოთ ერთი ეპიზოდი, ამოვიღოთ კონტექსტიდან და გადავაქციოთ სისტემურ პრობლემად. ეს არის FSB-ს მეთოდი. მაგრამ მოდი რეალობას გავუსწოროთ თვალი და თქვათ შემდეგი რამ. ევროპაში, მათ შორის დანიაში, პოლიციის მოქმედება კონტროლდება. თუ რომელიმე პოლიციელი დაარღვევს კანონს, ანუ ძალის გადამეტებით იმოქმედებს, წელიწად ნახევარში ან 2 წელიწად 2 წელიწადში კი არ აძლევს იქაური შინაგან საქმეთა სამინისტრო რეაგირებას, არამედ 1 კვირაში 2 კვირაში სჯიან იმ პოლიციელს. მოქალაქეს ჩვენგან განსხვავებით შეუძლია გასაჩივრება. მედია თავისუფალია იქ და მედია არ არის სამთავრობო იქ. მედია არ არის გამправებელი იქ.
და მედია აშუქებს, ჩვენთანაც აშუქებსო ბევრი თქვენგანი ითქვის, მაგრამ ჩვენთან რო აშუქებს, ვინც აშუქებს ის რეალურად სერიოზული პრობლემების წინაშეა, რაც შორის ფინანსური პრობლემების წინაშე, სწორედ ამ დე-ფაქტო ხელისუფლების ძალისხმევით და გამოისობით. სასამართლო იქ დამოუკიდებელი აქ მურუსიძის სასამართლო გაქვს. იქ შენ შეგიძლია ამტკიცოს შენი სიმართლე, არ ვიცი, სასამართლოს თავმჯდომარე ვინ არის. აქ შენ სიმართლეს ვერ დაამტკიცებ, იმიტომ რომ მურუსიძე, ანუ სასამართლო კლანი ამ ხელისუფლების, ანუ კობახიზის დანამატია. ანუ თუ პოლიციამ გადაამეტა კიდევ ერთხელ ვიტყვი, იქ დანიაში და ზოგადად ევროპაში ეს არ იმალება. ეს განიხილება. ამასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი მედია გამოძიებას ატარებს და დამოუკიდებელი მედიის გამოძიების შედეგად მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება. აქ მსგავსი რამ არ ხდება. ეს არის განსხვავება დემოკრატიასა და აქაურ ბიზინა ივანიშვილის მიერ დამკვიდრებულ ავტოკრატიას, ავტორიტარიზმს შორის. და ახლა მთავარი, როდესაც გეუბნებიან, რომ ევროპა აღარ იცავს ღირებულებებს, სინამდვილეში გეუბნებიან ერთ რამეს, თქვენ გეუბნებიან, მე მეუბნებიან ჩვენ საზოგადოებას. ნუ შეხედავ სისტემას, როგორც ასეც, ევროპულ სისტემას, შეხედე ერთ კადრს, რომელიც შეიძლება მართლაც იყოს მძიმე კადრი პარიზიდან თუ კადრი კოპენჰაგენიდან, ნუ იფიქრებ მიზეზზე, ირეაგირე ემოციაზე, ნუ დასვა მკითხვებს, დაიჯერე მხოლოდ და მხოლოდ ნარატივი. ევროპა იდეალური რასაკვირველი არ არის, ეს უნდა ვთქვათ, ევროპას აქვს უზარმაზარი პრობლემები, ევროპას აქვს უზარმაზარი კრიზისი. არც არასოდეს ყოფილა ევროპა იდეალური, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დღევანდელი ჭყალებში ცუდი ევროპაც კი ნებისმიერ შემთხვევაში სჯობს პოსტსაბჭოთა ქვეყანას საქართველოს, რომელიც ამ პოსტსაბჭოურობიდან და რუსულ თარგზე ქვეყნის მოჭრის სურვილიდან ვერა და ვერ განთავისუფლდა და არ განთავისუფლდა ბიზინა ივანიშვილი სწორედ რუსულ თარგზე ჭრის ჩვენ ქვეყანას. ევროპა ის სივრცეა, ვიმეორებ, სადაც შეცდომის აღიარება არის შესაძლებელი, სადაც ძალაუფლებას როგორც ასეც აკონტროლებენ, ჩვენთან ძალაუფლებას არ აკონტროლებენ, სადაც მოქალაქეს ხმა აქვს. და ამიტომ მთავარი კითხვა არის ახლა ესეთი, ევროპა ინგრევა? თუ ვიღაცას სურს რომ შენ იფიქრო ასე, რომ ევროპა დაინგრა, აქვე ვიტყვი, რომ ირაკლი კობახიძემ მოითხოვა დღევანდელ ბრიფინგზე, როდესაც ბრძანა მორიგ ჯერზე, რომ 28 ნოემბერს რა განცხადებაც გავაკეთე მეო, ეს ანუ ევროკავშირში აღარ მივდივართ, შეჩერდა პროცესი 2028 წლამდე და რეალურად კი საბუდამოდ შეჩერდა, დასრულდა ეს პროცესი სწორედ ირაკლი, ესო ყველაფერიო ევროპელების ბრალიაო, მანამდე მათ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ შეეჩერებინათ ჩვენი ინტეგრაციის პროცესი, რაც არსებით იტყუილია. ეს ხაზგასმით უნდა ვთქვათ. ევროპელებს არანაირი მსგავსი ღია განცხადება და ღია გადაწყვეტილება არ მიუღიათ. გარდა ამისა, კობახიძემ კიდევ ერთი ტყუილი და კიდევ ერთი რუსული მესიჯი გაავრცელა ქართული საზოგადოებისათვის, თქვა, რომ ეს რომ არ გაგვეკეთებინა, 3 თვეში ერთხელ გადატრიალების მცდელობას ექნებოდა ადგილი, არც დანარჩენ 5 შემთხვევაში, მანამდელ 5 შემთხვევაში, ან იმ პერიოდში რა პროცესების ვითარდებოდა, გადატრიალების მცდელობას ადგილი არ ქონია. კი იყო მწვავე აქციები, სწორედ აქციები იყო რეაქცია საზოგადოებისა, ესეც უნდა ვთქვათ, რეაქცია საზოგადოებისა იმაზე, რომ ამათმა ჩაიტირეს სახელმწიფო გადატრიალება. დიახ, თუ ჩვენ თანხმდებით იმაზე, რომ ესენი არიან ქართულგვარიანი რუსები, მოსკოვის წარმომადგენლები, თუ მოსკოვი გმართავს, თუ ეს არის საყოველთაო კონსენსუსის საგანი, შესაბამისად საზოგადოებას აქვს უფლება ხაზგასმით ვამბობ ამას და ვალდებულებაც კი ამ ჯგუფს, ანუ რუსეთს როგორც ასეც დაუპირისპირდეს, როცა აღარ ეიმედება, რომ პოლიტიკური პროცესის შედეგად შეიცვლება ხელისუფლება, ხდება ხელისუფლების ცვლილება, ცვალებადობა. 26 ოქტომბერმა მანამდელმა მოვლენამ ამბავმა ერთი თვის წინანდელმა ვიდრე 28 ნოემბრამდე დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება წოდებული ჯგუფი ძალაუფლების დათმობას, ხელისუფლების დათმობას არ აპირებს. არავითარ შემთხვევაში არ აპირებს. 17 მეთოდი დასჭირდება გაყალბებისა, 17-ს გამოიყენებს. 37 დასჭირდება, 27-ს გამოიყენებს. დანარჩენი 27 თუ 36 არ გაჭრის, კიდე ახალ 27-ს მოიგონებს. ანუ მან ამით 26 ოქტომბერს თქვა, რომ ის არ და არასდიდებით არ წავა, ეს თქვა მანამდე საარჩევნო პერიოდში და უშუალოდ არჩევნების დღესაც. და აი ეს ყველაფერი რომ დააგროვდა და ამ ყველაფერს რომ დაემატა ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული ანტიკონსტიტუციური განცხადება, გადაწყვეტილება,
პოლიტიკა პრაქტიკულად განსაზღვრული პოლიტიკა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ თუ მხრიდან რომ ჩვენ უარს ვამბობთ ევროკავშირს და ეს არის სახელმწიფო გადატრიალება, სწორედ ამიტომ დაუპირისპირდა საზოგადოების ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ხელისუფლებას იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც დაუპირისპირდა. ეს არ იყო თუ გულახდილები ვიქნებით ასეთი ფოთლებს რომ არ ვაგდებთ ისეთი ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი აქცია, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ის აქციებიც კი, როდესაც ასე მაგალითად პიროტექნიკას ისვრიან მთავრობის სასახლის მიმართულებით, არ იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ეს რომ ვიცოდეთ მაინც. მოკლედ, რაც შეეხება დანიაში რა მოხდა, ამასთან დაკავშირებითაც ორი სიტყვა უნდა ვთქვათ და უნდა ვთქვათ ხმამაღლა, რა მოხდა რეალურად კოპენჰაგენში. კოპენჰაგენში გაიმართა პალესტინის, ეს ძალიან სენსიტიური საკითხია მთელი მსოფლიოსათვის. პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრაციები. როგორც ევროპის სხვა ქალაქებში ესეც უნდა ვთქვათ. დემონსტრანტების ნაწილი არ იყო მშვიდობიანი, ან სრულად მშვიდობიანი არ იყო დემონსტრანტები თავად იყენებდნენ ძალას ოფიციალური სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ თუ მიმართ. პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას ჰქონდა ადგილი, გზის გადაკეტვას ჰქონდა ადგილი, ზოგ შემთხვევაში იყო აგრესიული აქციები. დანიის პოლიციამ გამოიყენა ლეგიტიმური ძალა, კვლავ ვიმეორებ, ერთი ორგან სამგან და ამას სასაკვირველი ამის მონიტორინგს გააკეთებენ შესაბამისი უწყებები, მართლაც მოხდა ძალის გადამეტება ალბათ, მაგრამ რეაგირება იქნება არა წელიწადნახევრის და ან 3 წლის შემდეგ, არამედ იქნება მყისიერი ერთ-ორ კვირაში და დასჯიან იმ პოლიციელებს. უმეტესად დარბევის სტანდარტული მეთოდები, ხელკეტები, შეკავება იყო გამოყენებული. რაც შეეხება 4 მეგობრების ძაღლების გამოყენებას, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა დამოუკიდებელი დანიისა თუ სადმე დალპა ვითარება, სადმე არის დრომოჭმული თუ დამპალი, ამონპალი ვითარება რაღაცა დალპა, შექსპირთან ალუზია თუ ილუზია ხო, დანიის სამეფოში თუ დალპა, დანიაში კი არ დალპა, ამ შემთხვევაში არამედ დალპა, სწორედაც რომ საქართველოში. ეს ძაღლები 4 მეგობრები ძირითადად დაშლისა და კონტროლის მიზნით და არა იმისთვის, რომ ადამიანები ამ ძაღლებს გაეგლიჯათ თუ დაეგლიჯათ თუ შეეჭაბათ თუ ასე შემდეგ. და იწყება, ეს იყო ყველაფერი манипуляция. აქვე ვიტყვი, რომ პალესტინის მხარდამჭერი აქცია რო იმართებოდა კოპენჰაგენში, ამ დემონსტრანტებმა გადაკეტეს მათ შორის კერძო კომპანიების კენმიმავალი გზები და კერძო კომპანიების ინფრასტრუქტურა, ეს არის მათ შორის მაერსკი, თუ არ ვცდები და არ ვცდები და ჩავხედავ ახლა თქვენის ნებართვით, ხო, მაერსკი გადაკეტეს და კიდევ, რა ვიცი, რამდენიმე ისეთი ნაბიჯი გადადგეს, რაც პრინციპულად მიუღებელი იყო დანიის უსაფრთხოებისათვის. ამიტომ, როდესაც ირაკლი კობახიძე ხმამაღალი სიტყვებით მიმართავს ურსულა ფონ დერ ლაიენს თუ ევროპელ ლიდერებს, რეალურად ირაკლი კობახიძე თქვენ გეუბნებათ შემდეგს, რომ თუნდაც ყოფილიყო გადაცდომა დანიის პოლიციელის მხრიდან, ეს ამას კი არ ამბობს, არამედ ამბობს, რომ ევროპა არის ცუდი და ჩვენ სწორედ ვექმედებთ, როდესაც ევროპისაკენ არ მივდივართ. ედრება რა ირაკლი კობახიძე, კონკრეტულად ირაკლი კობახიძე, ან ადრის რა პოსტსაბჭოთა და რუსულ სივრცეში მოქცეულ საქართველოს ადრის ამ უაღრესად განვითარებულ და დემოკრატიულ სახელმწიფოს და კიდევ ერთი. ნახეთ, ირაკლი კობახიძე ლაპარაკობს სულ რომ მართალი იყოს. ირაკლი კობახიძე ლაპარაკობს ევროპის მისეული გაგებით უკეთურობაზე. ახლა მე მაქვს კითხვა თქვენთვის დასასმელი. მოსკოვში დემონსტრანტებს არ ბევდნენ და ახლაც არ ბევენ საშუალოდ, რა ვიცი, 2 თვეში ერთხელ. ერთხელ მაინც ხსმენიათ ბანდიტი ირაკლი კობახიძე, არა, უკაცრავად პრემიერ-მინისტრად წოდებული ირაკლი კობახიძის სიტყვა ამასთან დაკავშირებით. ერთხელ მაინც გაუკრიტიკებია ბელარუსის ხელისუფლება, ლუკაშენკა, ირაკლი კობახიძეს ან რომელიმეს საქართველოს ქართული ოცნების ხელისუფლებიდან. ერთხელ მაინც მათ რამ უთქვამთ კრიტიკული პუტინის, ლუკაშენკას ან არადემოკრატიული ზოგადად რეჟიმების, მართლაც არადემოკრატიული რეჟიმების წინააღმდეგ. ირაკლი კობახიძის ამოცანაა, ანუ რუსეთის ამოცანაა, რომ თუნდაც გადაცდომები ყოფილიყო კოპენჰაგენში, თქვენ შეგაძულოთ კონკრეტულად დანიას ასერჩის კარგად არ მესმის, მაგრამ კონკრეტულად დანია ზოგადად ევროკავშირის და უფრო ზოგადად დასავლური სივრცე და დაამტკიცოს ოღონდ ბჭყალებში, რომ ჩვენი გზა გვაქვს ავტონომიური და სულაც არ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, იმიტომ რომ აქ ევროკავშირში თურმე ხდება საშინელებები თითქოს მოსკოვში გაცილებით ან 100,000 შემშულს უყვარს ხოლმე 100,000 მილიონჯერ უარესები არ ხდებოდეს ყოველწამიერად, მართლა ინტერნეტი გაუთიშეს და
ადამიანები კატასტროფულ მდგომარეობაში, მოქალაქეები კატასტროფულ მდგომარეობაში არიან, მეტის ხილსები არიან, მეთქი რუსეთში, მეთქი ამას ვიტყვი, მაგრამ მოდი ერთ წამს ამ სიტყვას ავწდეთ. დიახ, მოსკოვზე და რუსეთზე არ, ხოლო დანიაზე და ევროკავშირზე კი ბევრს ლაპარაკობს კაცი, რომელიც რეალურად იმართება, ჩემი ვერსიით იმართება FSB-დან სხვა მისი კოლეგების არ იყოს. ევროკავშირის სივრცეში თუ არ მოხდება საქართველო, ავტომატურად მოხდება იმ სივრცეში, რომელსაც ჰქვია რუსული სივრცე. უკვე მოხვედრილია, მეთქი ამას ვიტყოდი, მაგრამ რაღაცა პროცესი ჯერ არ მოკვარახჭინებულა, რაღაცა საბოლოო გამარჯვება ჯერ არ გაუფორმებია ბიზინა ივანიშვილს. აქედან გამომდინარე სიტყვას უკვე მოხვედრილია, მე ვერ გკადრებთ, ვერც თქვენ და ვერც საკუთარ თავს, მაგრამ ამ პროცესში რო ვართ და აქეთკენ რომ მივექანებით, ვიდრე ესენი არიან, ეს კი ჯიუტი ფაქტია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, სულ რომ ყოფილიყო 1-2-15-55 გადაცნობა. სულ რომ ყოფილიყო ადამიანის უფლებები რომ შემორღვეოდათ დანიის პოლის სამართალდამცავ სტრუქტურებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპა როგორც ასეთი დასრულებულია. ირაკლი კობახიძე არის მანიპულატორი, რომელიც 1-55 შემთხვევას თლიანად ევროპის წინააღმდეგ, დანიის წინააღმდეგ, დანიის მთავრობის წინააღმდეგ და ზოგადად ევროპის წინააღმდეგ იყენებს და ადარებს იმას, რაც მოხდა საქართველოში მათივე თაოსნობით ამ 2.5 წლის წინ და რაც მოხდა კონკრეტულად ამ შემთხვევაში კოპენჰაგენში, ან სხვა შემთხვევაში პარიზში, ბერლინში თუ ასე შემდეგ. დიახ, იქ სისტემა მუშაობს. იქ ერთ კვირაში, რომელიმე ერთ სამართალდამცავს, რომელმაც სამართალო დარღვევა ჩაიდინა, დასჯიან. ან ჩამოაქვეითებენ, ან საყვედურს გამოუცხადებენ, ან გაანთავისუფლებენ სამსახურიდან. შესაძლოა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც კი დააკისრონ, რომ ვიცოდეთ. აქ მინიმუმ 2 წელიწადი სჭირდებათ იმისთვის, რომ დაიჭირონ ვიღაცა დამნაშავე, რომელიც წიხლს უტყავს, მშვიდობიან, მართლა მშვიდობიან დემონსტრანტს და 2 წელიწადი სჭირდებათ და სულ მუდმივად ტოვებენ შტაბ-ბიჭდებას, რომ აი იმ დაჭერილსაც ვინც დაიჭირეს. ხო, პაკაზუხა დაჭერილია წელიწადნახევარში გაანთავისუფლებენ და შავ ფულს ჩაუტარენ ოჯახს, ოღონდაც ეს ოჯახი გაჩუნდეს და ოღონდაც კი ოჯახმა არ გაიშვიროს თითი უშუალოდ ბრძანების გამცემებისაკენ, ხარებასკენ იმ შემთხვევაში თუ ამის გომელაურისკენ, თუ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისკენ, თუ ამის სამმართველოს უფროსისკენ და ასე შემდეგ. ეს არის რეპრესიული მანქანა, იქ არის დემოკრატიული ქვეყანა. ის არის დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც საკუთარი თავის მიმართაც არის კრიტიკული, თვითკრიტიკულიც არის, უბრალოდ მართლა ადამიანური ემოციები ხანდახან სწავლობს, მათ შორის პოლიციელებსაც. და კიდევ ერთი და ალბათ უმნიშვნელოვანესი. არა, აი ნახეთ, დავაკვირდეთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ჰქონდა თუ არა ადგილი ნებისმიერ დღეს 28 ნოემბერს 29-ში მანამდე თუ გნებავთ და ასე არა თუ ამ დღეს არამედ 4 ოქტომბერსაც კი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას როგორც ასეც თუ თლაც სამართლებრივად ვილაპარაკებთ არ ჰქონია ადგილი. პაატა ბურჭულაძეზე ვიტყვი ახლა ორ სიტყვას და იმ ჯგუფზე უკლებლივ ყველაზე ვინც დაპატიმრებულია სოდელავა, ბერიძე, სხვები და სხვები. დიახ, შესაძლოა ბევრმა ჩვენგანმა მიიჩნიოს, რომ მათ დაუშვეს შეცდომა, როდესაც ათქვეს, მაგალითად ჩემთან ეთერში თქვა სხვაშორის პაატა ბურჭულაძე 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ. ეს იყო შეცდომა რაღაცა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არ იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და არ იყო მათ შორის, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რა მოხდა. სუსის რამდენი თანამშრომელი იყო შეგზავნილი ჯგუფში. როგორ აკონტროლებდნენ ჩატებს, როგორ აკონტროლებდნენ ვითარებას, აკონტროლებდა ვითარებას სუსი. გადაიჭრა თუ არა, მე არ გეუბნებით, რომ აუცილებლად გადაჭრეს ღობე პრეზიდენტის ადმინისტრაციისა, მაგრამ გადაიჭრა თუ არა ღობე უშუალოდ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების მეცადინეობით, ანუ სპეციალურად ხომ არ დაგეგმეს ეს ყველაფერი, რომ მე პასუხისმგებაში მიეცათ პატიოსანი წესიერი პატრიოტები. აი ეს არის სიმართლე, მე არ ვამბობ, რომ მათ შეცდომა არ დაუშვეს, ამას ვამბობ ხაზგასმით, მაგრამ მე ვამბობ ასევე ხაზგასმით, რომ მათ სახელმწიფო გადატრიალება არც უცდიათ 60,000 კაცი სახელმწიფო გადატრიალებას ვერ ახდენს, რომ ვიცოდეთ და საერთოდ სახელმწიფო გადატრიალება ეწოდება იმგვარ აქციას, როდესაც შეიარაღებით, იარაღით უპირისპირ კიტოვანმა გადაატრიალა
გამსახურდიას მთავრობა ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება, ხოლო მშვიდობიან აქციას და მართლა ხელება წეული დადიოდა თუ პაატა ბურჭულაძე და თუ ნებისმიერი დემონსტრანტი ლიდერი ასე ვიტყვი, ხომ მშვიდობიან აქციას სახელმწიფო გადატრიალება არ ეწოდება, არავის უცდია არათუ რაღაცა არ ვიცი პარლამენტის აღება, სადაც ხდება ეს ყველაფერი, არამედ არავის უცდია, მაგალითად პიონერთა სასახლის, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღება, რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პრეზიდენტის შენობას, იქ რასაკვირველია, უნდა ჩართული იყოს სამართლებრივი მექანიზმები, მაგრამ სახელმწიფო გადატრიალების შეტენვა პირებისათვის არის დანაშაული და ესეც არ არის თავარი. თავარი ეხებოდა იმას, რომ ესენი ცდილობენ შეგვაძულონ ჩვენ ევროპა და რომ ვიცოდეთ მაინც ყოველ კონკრეტულ ჯერზე ჩვენ უნდა გავაქარწყლოთ და გავაცამტვეროთ, გავანაცარტუტოთ ყოველი მეორე უგვანის ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძის არგუმენტები დანია ევროპული სახელმწიფოა, საქართველო კი კობახიძის და პირველ ყოვლისა ივანიშვილის მეცადინეობით პრორუსული რუსულ თარგზე მოჭრილი. ნახვამდის. გადაცემის პარტნიორია კოკაკოლა.